გამოცხადდება თუ არა კონკურსი გუდიაშვილის სკვერის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციაზე. მოედნის გარშემო არსებული კულტურული ძეგლების დაცვის და აღდგენის პროცესზე საუბრობდნენ დღეს თბილისის განვითარების ფონდში. გადაწყდა, რომ გუდიაშვილის განვითარების კონცეფციის შესაქმნელად სამუშაო ჯგუფი ჩამოყალიბდება. ეს ჯგუფი კი ექსპერტებისა და საზოგადოების აზრის გათვალისწინებით სტრატეგიას და ხედვას შეიმუშავებს. საკითხზე მომდევნო შეხვედრა 4 შაბათს არის დაგეგმილი. აქ ცხოვრობდით და გადაგვიყვანეს, იმიტომ რომ თავზე დაგვენკრა ღამის 2 საათზე და დაგვიქირავეს თვითონვე. და 1 წელია ველოდებით ახლა. გუდიაშვილის სკვერში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციის დაწყებას 6 ოჯახი 1 წელია ელოდება. თამარ ბექიშვილის სახლის დანგრევის გამო ამ დრომდე ქირით ცხოვრობს. მოედანზე მდებარე შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის არსებული პროექტი მისთვის მისაღები არაა, რადგან საცხოვრებელი ფართი შეუმცირდება. ვაჩვენეს ის პროექტები, რომელიც დააპროექტეს, არ მოგვეწონა, იმიტომ რომ გვაკლდება ეს ფართი, მერე აივანიც გვაკლდება და მოვითხოვთ, რომ როგორიც იყო ძველი პროექტით ეს დარჩეს. შენობა-ნაგებობების აღდგენითი სამუშაოების დაწყებას ელოდებიან სკვერის მიმდებარე სახლებში მცხოვრები ოჯახებიც. ამბობენ, რომ დაზიანებული სახლები საფრთხეს უქმნით და რეაბილიტაციის პროცესში მათი ინტერესებიც უნდა გაითვალისწინონ. ეს რომ ჩამოინგრა, ზუსტად ერთი კვირა ჩვენ ვერ სუნთქავდით სახლში, მთლად ბუღი დადგა და ფანჯრებმა დაიზანზარა და საოცრება ხდებოდა. და აი ამ დროს თუნდაც მშენებლობის დროს, თუნდაც დაშლის დროს, აგერ სახლი როდის წამოვა და როდის დაეცემა ჩვენ შენობას არ ვიცით. თბილისის განვითარების ფონდში დღეს გამართულ შეხვედრაზე მოედნის გარშემო არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით დედაქალაქის ხელისუფლების წარმომადგენლები, არასამთავრობო სექტორი, ხელოვნებაცოდნეები და ადგილობრივი მოსახლეობა მსჯელობდნენ. არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია ახალი პროექტის შემუშავება და კონკურსის გამოცხადება. მათთვის ფონდის ახალი ხელმძღვანელობის შეთავაზება მიუღებელი აღმოჩნდა. დღეს წარმოდგენილი იყო ის პროექტები, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს ხორციელდებოდა და რომელსაც ჩვენ ვებრძოდით და არა მარტო ჩვენ, არამედ თბილისის მოსახლეობა. აპრილში ის პროექტები ჩვენ არ მოხსნობს. აუცილებელია გამოცხადეს კონკურსი ახალი პროექტების შექმნისთვის, იმიტომ რომ არსებული პროექტები არ ვარგა, იმიტომ რომ ხშირად არ მონაწილეობენ რესტავრატორები. უკეთესი ფორმა ცივილურ სამყაროს არ მოუგონია. ეს არის ღია კონკურსები, სადაც ყველას საშუალება ეძლევა თანაბარ პირობებში ჩაერთონ და თავიანთი შესაძლებლობები ასე წარმოაჩინონ. ამიტომ ვემხრობი ამ ღია კონკურსების წესს. გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროექტის ნაწილი მისაღებია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთვის. თბილისის განვითარების ფონდში კი აცხადებენ, რომ აღდგენითი სამუშაოები 1 თვეში უნდა დაიწყოს. ყოველ დღე რომელიღაც მოსახლეს თავზე ეყრება თავისი სახკარი და საფრთხეა ადამიანის სიცოცხლის. პარალელურად ინგრევა კულტურული მემკვიდრეობა ისე, რომ ჩაირეცხება ეს საფუძვლები, იმის აღდგენი არავინა. თუ გამოცხადდა კონკურსი, მიღებული იქნება ახალი პროექტები. თუ არ გამოცხადდა პროექტი კონკურსი იმის გამო, რომ მოგეხსენებათ, ერთი ზამთარი რო გადაიტანოს გუდიაშვილმა რო გადაიტანოს კიდევ ერთი ზამთარი, ჩვენ შეიძლება მთელი ინფრასტრუქტურა დავკარგოთ. 4 პროექტი მაინც რო ყოფილა დამუშავებული, როგორც რესტავრაციის კუთხით, ასევე კონსტრუქციული მხრით, მაღალ დონეზე ნახაზები შესრულებული და სავსები შეიძლება სამუშაოების დაწყება. უბრალოდ მცირე კორექტირება ჭირდება სააგენტოსთან შესათანხმებლად ამ პროექტებს. გუდიაშვილის მოედანზე არსებული შენობა-ნაგებობების განვითარების კონცეფციასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ არასამთავრობო ორგანიზაცია თბილისის სამქართან მემორანდუმს ხელი საჯაროდ წინასაარჩევნოდ მოაწერა. თბილისის განვითარების ფონდის საკუთრებაში არსებულ 6 შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.